ნატომ მორიგი რეზოლუცია მიიღო საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეა წევრ სახელმწიფოებს საქართველოსადმი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულების დადასტურებისკენ მოუწოდებს. რეზოლუცია, რომელიც რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა 11 და 14 ოქტომბერს გამართულ ყოველწლიურ სესიაზე დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს. ამავე რეზოლუციაში საპარლამენტო ასამბლეა წევრ ქვეყნებს 2014 წლის სამი ალიანსის გაფართოების მიმართულებით შემდგომი ნაბიჯის გადადგმისკენაც მოუწოდებს. რეზოლუციაში ასევე საუბარია ასპირანტი ქვეყნების ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რაც მნიშვნელოვან ნაბიჯად არის შეფასებული. რეზოლუციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აფასებს. რეზოლუცია რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც იქ არის ნახსენები საქართველოს როგორც ასპირანტი ქვეყანა ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად და არის პირდაპირ მოთხოვნა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია ეს, რომ 2014 წელი იყოს გაფართოების სამიტი, ხოლო ეს ქვეყნები გახდნენ ნატოს წევრი ქვეყნები. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისი, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს აქვს დიდი ინტერესი, რომ ღია კარის პოლიტიკა შენარჩუნდეს, საქართველო გახდეს ნატოს წევრი. მე დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება.